იმედი ლაივის სტუმარი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრია ირაკლი კობახიძე ჩვენ ვიწვევთ სტუდიაში და აქვე გეტყვით რომ მთავარი თემა ჩვენ ინტერვიუში ბუნებრივია იქნება კონსტიტუციური სარჩელი ყველა დეტალს გავივლით დასაბუთება ცნობილია საზოგადოებისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია პრემიერის პოზიციაც ამ საკითხზე ეს არის ამბავი რომელმაც ყველაზე მეტი ხმაური შეფასება და სპეკულაციების გამოიწვია დავიწყოთ პირდაპირ კითხვით თუ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან 3 აიკრძალება ეს ნიშნავს დემოკრატიული პროცესის დასასრულს როგორც თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ. მოგესალმებით, მესალმებით მაყურებელს. მე მგონია რომ ეს იქნება სწორედ რომ დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღღვევებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარეძალების კარნახით, მათ არ აქვთ საკუთარი დღესასრიგი, ისინი არ მუშაობენ ქართულ ხალხთან, ერთადერთი ვისთანაც მუშაობენ, ესენი არიან საკუთარი ასე ვთქვათ, ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე რადიკალიზმის დასრულება იქნება სწორედ დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი ჯანსაღი სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. და სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებთ ჩვენ. ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი. თქვენ ხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში უკვე 13 წელია ჩვენ 10 არჩევნები მოვიგეთ ზედიზედ, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის დღეს საუბარი. ნუ სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა. ქართული ოცნება არჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართული ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარი არის, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. კი, შეიძლება ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, შეიძლება ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს თავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას. ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა და ეს პასუხისმგებლობა გამოძრავებს სწორედ არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში, ისედაც ვახერხებთ. სწორედ რომ უფრო მეტად გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით პოლიტიკური ძალების არსებობა ჩვენ ხელისუფლებაში დარჩენას, როდესაც შენ ერთადერთი ოპონენტი არის სრულად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მართლ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება. ეს მოსაზრება გამოითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის არსებობა როგორც წესი ეხმარება ხოლმე ქართულ ოცნებას, ამიტომ აი გახარიეს პარტიიდან თქვენს, რომ საეჭვოა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა იმ გაგებით, რომ როგორც წესი ეს უპირატესობას აძლევს მართლგუნდს, როდესაც ასეთი ოდიოზური ოპონენტი იყავს. ნუ ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელის ტექსტით, რომელიც წარედგინება ხვალ თორსები ოფიციალურად უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება სუბიექტურად ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ეს ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება სუბიექტურ ინტერესს, ხო, ქართული ოცნების სუბიექტურ ინტერესს, აქ ეხება საქმე ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს, ხო? ქვეყნის ინტერესი არის ის, რომ კონდეს არარადიკალიზმი, და ჩვენ კი კიდევ ერთხელ ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, ხო? მათ შორის ეკონომიკური ზრდა, კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენთან რო იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი დემოკრატიული ასე ვთქვათ, კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, 9.7-ის მაგივრად შეიძლება ყოფილიყო მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა.
ანუ 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. თქვენ წარმოედგინეთ რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი რევოლუციის 5 მცდელობა, ხო? ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ ქვეყანა უნდა დავასვენოთ. ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ზუსტად ამას ემსახურება ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გვაქვს მომზადებული. მოდით უფრო დეტალურად ვისაუბროთ თავად იმ პარტიებზე, რომლის აკრძალვის მოთხოვნასაც შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. ნაცმოძრაობაზე დასაბუთება საკმაოდ ვრცელია, რამდენიმე მუხლია, რომელიც ეხება როგორც იმ პერიოდს, როცა მმართველობაში იყო ნაციონალური მოძრაობა, ასევე შემდგომ პერიოდს, როცა ოპოზიციაშია. საინტერესოა, რა შედეგს მოიტანს ეს, თან თუ გავთვლით, მას ყავს დაახლოებით მეორე ადგილზე გავიდა, თუ სწორად მახსოვს წინა არჩევნებზე, ანუ საკმაოდ მყარი ელექტორატი, თან ამ არჩევნებზე ის მონაწილეობას არ იღებდა, საარჩევნო ნომერი არ აქვს, ანუ ნაციონალური მოძრაობა ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ არც ნომერი აქვს, ეს არის სახელი, თუ კი აიკრძალება, ისინი ამბობენ, რომ კვლავ გააგრძელებენ. ბრძოლას მათ არ აინტერესებთ ამ პროცესში მონაწილეობა, მათ შორის არც საარჩევნო პროცესში. ანუ შესაბამისად, რა შედეგს ვიღებთ? Ну, შედეგი არის ის, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული, ხო, ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა სწორედ ამოცემულობას, ხო, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის კლასიკური ამოცანა, ხო, ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე იგივე რადიკალიზმის გაღვივებისთვის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს. და რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი და ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არჩევნებში არ შეიძლება ასეთმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა. ხო, არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფცია და ეს გულისხმობს იმას, რომ ასეთ ხატოვანის გამონათქვამი არის, რომ არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს. აი ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. ანუ დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან. ხო, ანუ ნონსენსია, ხო, შენ ისარგებლო დემოკრატიის ასე თქვათ კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას და თქვენ იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები სწორედ რომ ძირშევე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას. თუმცა ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი. და ზუსტად ამას ეფუძნება ის არჩევანი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგინად. აი, ნაციონალური მოძრაობა ერთი და მე ახალი ნაციონალური მოძრაობა აკმაყოფილებს სრულად იმ კრიტერიუმებს, რაც მმართველი გუნდის მიერ იქნა დასახელებული, მაგრამ აი როგორია ლელოს შემთხვევა, ცალკე რო განვიხილოთ, ამ პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. იყო თუ არა ეს ნიშანი იმის, რომ სურვილი ჰქონდა უფრო კონსტრუქციული ფორმით გაეგრძელებინა თავის საქმიანობა, ხო, მანდატები უბრალოდ სიაჩახსნილი იყო და არ ჰქონდა შესაძლებლობა რომ დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში, თორე სავარაუდოდ შესაძლოა მათაც გაეზიარებინა და უშუალოდ გახარიას პარტიის ეს განწყობა და შეცდომათ ეღიარებინათ. უბრალოდ ამის შესაძლებლობა სამართლებრივი მათ არ ქონიათ. ის ვარაუდიც გამოითქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება აი ნაციონალების შემთხვევაში თუ დააკმაყოფილოს და უშუალოდ ჩასარჩელის მოთხოვნები ლელოს შემთხვევაში ეს არ მოხდეს და სასამართლოსთვის სახის შენარჩუნების ერთ-ერთი ვარიანტი იყოს აი ოპოზიციურ პარტიებში ეს მოსაზრებაც გამოითქვა. ლელოს შემთხვევაზე რას ფიქრობთ? ნუ პირველ რიგში თლიანად უნდა გავყვეთ ალბათ სარჩელის არსს და აქედან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიებს უკავშირდება ის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელთა საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, ხო? ნუ პირველი ჩვენ მივყვებით რა თქმა უნდა კონსტიტუციის ჩანაწერას, პირველი აკრძალულია ესეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. და გვაქვს შემდეგი არგუმენტები, ხო? პირველ რიგში ვიხსენებთ იმას, თუ რა ხდებოდა 2004
12 წლებში, როდესაც ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ნაცმოძრაობა ახალი ეს არის მოგეხსენებათ ერთ და იგივე შემადგენლობა, ერთი პარტია არის მეორის გაგრძელება, ისტორიულად ასეა. რაც შეეხება ამ პერიოდს, ხო? ეს პერიოდი დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის და ადამიანის უფლებების ტოტალურ, სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასთან. ხო, ამის უამრავი ფაქტია ჩამოთვლილი სარჩელში, ეს სარჩელი ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, საქმიანობას და არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელსაც ფარავს ამ სარჩელის შინაარსს. ხო, ეს არის იგივე ადამიანების წამების, კვლელობის, ადამიანების ძალადობის სისტემის ჩამოყალიბება, ხო, რაც რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი 2012 წლებში ციხეებში და არა მარტო ციხეებში, ციხეებს გარეთ ტოტალურად ხდებოდა ადამიანების ღირსების ხელყოფა, წამება, არახუმანური მოყრობა, არაადამიანური მოყრობა, მკვლელობა 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლეს პირდაპირ ქუჩებში, ხო, ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო. ანუ ამ მიმართულებით აბსოლუტურად სისტემურად, სისტემატურად, ტოტალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა. ხო, მეორე ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა. სხვადასხვა ფორმით, მარტო ის კასრები, ცნობილი კასრები და იქ აღმოჩენილი შესაბამისი ჩანაწერები რა დღეს, ხო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამასაც სრულად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე სარჩელში, საკუთრების უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რიგედი, აქაც უამრავი ფაქტია და ამის შესახებ საზოგადოება ძალიან კარგად იცის და ეს არის მედიის თავისუფლების ხელყოფა, ხო, ყველა მათი საქმიანობა შეეხო რამდენიმე ათეულ მედია საშუალებას უმძიმესი ფორმით და ამასაც დეტალურად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ისე სარჩელში. და ადამიანის უფლებები, ისე როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება კონსტიტუციური წყობილება და მის ხელყოფა მოხდა სისტემური, სისტემატური სახით, სწორედ ნაცმოძრაობის მიერ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და ამით რეალურად მათ პრაქტიკულად შეასრულეს ის პუნქტი კონსტიტუციის ჩანაწერიდან, რასაც ქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, იმიტომ რომ პირდაპირ მათ მხრიდან მოხდა იმ ძირითადი ფუნდამენტის ხელყოფა ამ კონსტიტუციური წყობილების, რაც დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აქედან გამომდინარე, აქ არის ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ვისაუბროთ ჩვენ როგორც ნაცმოძრაობის, ისე ახალის აკრძალვაზე, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. რაც შეეხება ლელოს, ამ შემთხვევაში ლელოს ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართული კონკრეტულ ქმედებებში, რომლებიც ანუ არა ყველა ქმედებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ტიპის ქმედებებში, რაც ერთად საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესის რეგეც უკავშირდება, კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ ჩართული, რაც მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. ხო, მარტო ეს არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი, კონკრეტულად ამ პარტიის ლელოს სასაგრძელად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის მოხსენიებული სარჩელში და ამყარებს შემდგომ უკვე გაგრძელებას, რაც არის დაკავშირებული ლელოსთან. ასევე რაც შეეხება კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლას, ნუ აქ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დაკავშირებულია არჩევნების არაღიარებასთან და შეგვიძლია გავიხსენოთ ყველა არჩევნები 2016 წლიდან მოყოლებული. პირველი მცდელობა არაღიარებინათ მათ არჩევნები შედგა 2016 წელს. მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან მძიმედ შეაფასეს მათ არჩევნები ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ მიჭრილიყვნენ ცესკოს შენობასთან, ბოიკოტი გამოუცხადეს მეორე ტურებს და ეს შემდეგ ეს იყო პირველი მცდელობა, რომელიც ყველაზე სუსტი იყო და საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ პირველი მცდელობა ჰქონდათ უკვე 2016 წელს. ამის შემდეგ მეორე მცდელობა იყო 2018 წელს, როდესაც ჩვენი მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. მაშინაც გახსოვთ, ხო, არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს, სადეს ინაუგურაციის ჩაშლა, გახსოვთ რა ხდებოდა თელავში, როდესაც უნდა შემდგარიყო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია და საინტერესო რა არის, ანუ საიდან ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად ყალბი, მიზანმიმართული ქმედებები და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ყალბი ქმედებები, ხო? ჩანს საიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ მოგვიანებით თავადვე აღიარეს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ხო, აქედან ჩანს, რომ თვითონვე აღიარეს საკუთარი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 2018 წელს, როდესაც სადეს არალეგიტიმურ პრეზიდენტად
გამოეცხადებინათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით აირჩა თავის დროზე პრეზიდენტის თანამდებობას. ლელო აცხადებს, რომ ოცნება აკრძალვას უპირებს, იმიტომ რომ 2+-იან სისტემას არ ღვევდნენ და შესაბამისად ისინი აპირებენ სარჩელი შეიტანონ არა მხოლოდ ქართულ სასამართლოში, არამედ ევროსასამართლოშიც. თუმცა რეალურად ის იყვნენ პოლუსის ხარე და ეს უკვე ჩანს 2020 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან. ხო, 16-18 ლელო არ არსებობდა როგორც პოლიტიკური პარტია, მათი ლიდერებიც არ იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ 2020 წლიდან უკვე ყალიბდება ერთიანი პოლუსი და ამ პოლუსის შემადგენელი ნაწილია უკვე ლელო, რა მოხდა 2020 წელს, ხო? მაშინაც გახსოვთ, შეიქმნა ლელო, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და პრაქტიკულად ისინი უკვე ერთხმად მიყვებოდნენ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დაკავშირებული იყო მათ შორის 2020 წლის არჩევნებთან. ხო, 2020 წელს რა მოხდა? აქაც არჩევნები კიდევ ერთხელ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და აქაც თვითონვე მოუწიათ მოგვიანებით საკუთარი სიყალბის აღიარება და როგორ. ისინი შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ მოგვიწია მაშინ გახსოვთ, იყო ერთგვარი იძულებითი ნაბიჯი, მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, მოგვიწია ეგრეთ წოდებული შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რეალურად გასვლას, მაგრამ ეს იყო ჩვენი ტაქტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში. ანუ ლეგიტიმურად, როგორ შეიძლება არალეგიტიმურ პარლამენტში შეხვიდე, ხო? თუ ხართ ამოღარე პოლიტიკური ძალა, ხო? მანამდე ამტკიცებდი, რომ იყო არალეგიტიმური, რაც არ უნდა პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერო ხელი, როგორ შეიძლება შეხვიდე არალეგიტიმურ პარლამენტში. ანუ ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ჯერ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და შემდეგ აღიარეს მისი ლეგიტიმურობა, აქაც გამოაცხადეს პარლამენტი არალეგიტიმურად და ზუსტად რამდენიმე თვეში პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარეს და ისარგებლეს უკვე პარლამენტის მანდატები. პასუხი არ ვიცი, თუმცა გახარიას წარმომადგენლები ახლა შემოვიდნენ პარლამენტში და ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში არიან, თუმცა თავად არიან ლეგიტიმურები. ესეთი პასუხი იყო. რატომ არა გახარიას პარტია ამ ჩამონათვალში? კი, აი ჯერ გავყვები ყველაფერს და მე გადავიდეთ გახარიას პარტიას. ხო, მე 2021 წელს დადგა. აქაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც თავისი არსით უთანაბრდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, გახსოვთ ეს 53%-იანი ბარიერი, რომელიც აისახა მიშელის შეთანხმებაში. იქაც თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადეს გაღალბებულად და მოგვიანებით შევიდნენ უკვე თვითმმართველობის ორგანოებში. ანუ თვითონვე ყოველ ჯერზე თვითონვე აღიარებდნენ საკუთარ სიყალბეს. იმით რომ არალეგიტიმურ ორგანოებში, ბწყალებში შედიოდნენ, ხო? ანუ არალეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი აღიარეს მოგვიანებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არალეგიტიმური პარლამენტი აღიარეს და შევიდნენ პარლამენტში 2020 წელს, არალეგიტიმური ადგილობრივი თვითმმართველობა აღიარეს ლეგიტიმურად და ისარგებლებს მანდატებით. ყოველ ჯერზე თვითონ აღიარებდნენ იმას, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების კარნახით ცდილობდნენ რადიკალიზაციას და ცდილობდნენ დემოკრატიული წყობილების დამხობას, ხო? მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარების გზით. და იგივე გამეორდა 2024 წელს, ხო? 4 პარტია იყო, არც ერთი არ შემოვიდა და ამ 4-დან ერთმა მოგვიანებით აღიარა რეალურად პარლამენტის ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაემერებ პოლიტიკური პარტია მაგას ვერ იტყვის, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შედის, ხო? ელემენტარულად თავმოყარეობის ამბავია, ეს ყველაფერი შეიძლება ვიღაცას არ კონდეს თავმოყარეობა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ფაქტობრივი მოცემულობა. ანუ ყოველ ჯერზე ეს პარტიები არ აღიარებდნენ არჩევნების ლეგიტიმაციას და აქ ემატება ამ ყველაფერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს არ იყო მარტო არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარება, ამას ემატებოდა რევოლუციის მოწყობის, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის 5 მცდელობა ამ წლების განმავლობაში. 2022, 23, 2024-ში 2 მცდელობა და 2025-ში ეს ბოლო მცდელობა 4 ოქტომბერს. ხო, ეს არ იყო მარტო არჩევნების არაღიარება, ამას ემატებოდა გაგრძელებად, არაღიარების გაგრძელებად უკვე კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის პირდაპირ უშუალო მცდელობები, ხო, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ამ შემდეგ. იმდენად ნათლად იკვრება საერთო სურათი და აქ ერთი საინტერესო მსჯელობაა სარჩელში განვითარებული. მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერ დაიწყეს 2016-ში, მერე 2018-ში გააგრძელეს და 2020 წლიდან, რამდენი წელი გავიდა, 5 წელი. მუდმივად ასეთ რეჟიმში აცხოვრებენ ჩვენს ქვეყანას, რომ ისინი არ აღიარებენ მართველი ძალის და ხელისუფლების, რასთავარია საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ისინი არ აღიარებენ არც
საშინაო პოლიტიკური კუთხით ჩვენს ლეგიტიმურობას, ანუ არ აღიარებენ არჩევნებს და შესაბამისად საშინაო პოლიტიკური კუთხით ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ ხელისუფლებას და მეორე საგარეო პოლიტიკური კუთხით ეს პარტიები ყველა ერთ ხმაში აცხადებს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, ხო, არა დამოუკიდებელი სუვერენული, არამედ რუსული ხელისუფლება. ანუ ისინი არც საშინაო პოლიტიკური კუთხით, არც საგარეო პოლიტიკური კუთხით 5 წელია არ აღიარებენ მოქმედ ხელისუფლებას და ცდილობენ მოქმედი ხელისუფლების ამასთან ერთად დამხობას ან ძალადობით შეცვლას და შესაბამისად კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას. ეს არის იმდენად მყარი მოცემულობა და აქ საინტერესო რა არის? ნახეთ, არის ორი მხარე. და ერთი მხარე რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი ამ სამ პარტიაზე აცხადებს, რომ მეორე მხარე არის არაკონსტიტუციური. ასეთ პირობებში შეუძლებელია ორიდან ერთ-ერთი, ან თვითონვე აღიარებენ, რომ ორი მხარიდან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციურია. ეს არის ან მმართველი ძალა, ან არიან თვითონ არაკონსტიტუციური. არ შეიძლება, როცა ერთი მხარე მეორეს აცხადებს არაკონსტიტუციურად, ერთ-ერთი მაინც არ იყოს არაკონსტიტუციური, ხო? ანუ თვითონ აღიარებენ, რომ ვიღაც არის ასაკრძალი. ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე, ან ასაკრძალია მმართველი პარტია, ან ასაკრძალია ეს სამი პოლიტიკური პარტია. და ჩვენ ამ სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალი სწორედ ისინი არიან და ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ფაქტებით. და ფაქტების ძალიან დიდი ჩამონათვალია მოცემული. მე მხოლოდ პირველ ნაწილზე ვისაუბრე აქამდე, რაც უკავშირდება კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას და მეორე საფუძველი სარჩელის ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რასაც ასევე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ რა ხდება. მანამდე ამ ფაქტებთან დაკავშირებით მაინც დავაზუსტებ. ეს არის პოლიტიკური ქმედებები, თუნდაც ძალიან არათანმიმდევრული და თუნდაც ძალიან დაბალი კლასის პოლიტიკური რიტორიკა, თუ ეს არის დანაშაული, ეს ზღვარი რამდენად მკაფიო, იმიტომ ეს ფაქტები, როდესაც ისინი არ აღიარებენ, ამბობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს თავის მართლების დროს შეიძლება თქვა, რომ ეს არის პოლიტიკოსების განცხადებები. აი, რამდენად მკაფიო იქნება თქვენი აზრით სასამართლოსთვის ეს ზღვარი, რომ ეს არის კანონის დარღვევა, თუ უბრალოდ პოლიტიკური დებატი დაუშვათ ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტისთვის. აქ არის საუბარი კონსტიტუციური წყობილების აღიარებაზე, რასაც ისინი არ აკეთებენ და ასეთ პირობებში კიდევ ერთხელ მარტივად არის საქმე. როდესაც ერთი მხარე არ აღიარებს ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ამ შემთხვევაში ინსტანციამ, შესაბამისმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, რომ ან ერთი მხარე არის არაკონსტიტუციური, ან მეორე მხარე არის არაკონსტიტუციური. რომ 5 წლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ რადიკალიზაციაში, რაც პირდაპირ ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს. და ეს რაშია გამოხატული ხო ხედავთ თქვენ? მათი ჩართულობით და ამაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ, მათი ჩართულობით, მათი მონაწილეობით, მათი ძალისხმევით არის გაუარესებული ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან, რა თქმა უნდა, ევროპულ ბიუროკრატიას თავის სოდები აქვს, მაგრამ ისინი პირდაპირ ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომლის შედეგადაც რეალურად ეს შემდგარი ფაქტია. ანუ მათი თანამონაწილეობით რეალურად დადგა შედეგი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რა რაღაც შიგნით პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს. პირდაპირ დადგა ზიანი ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია და ისინი თავიანთი შეგნებული ნაბიჯებით აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გაუარესდეს ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას აკეთებენ ისინი დეზინფორმაციით, სიცრუის ხო გახსოვთ, ჩავხროლად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა. ჩამოვიდა მისია, ამერიკელები, ბრიტანელები, ევროკავშირის წარმომადგენლები და პირდაპირ თქვეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, სიცრუე, რომელსაც შეეძლო ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვა შემთხვევაში დააზიანეს რეალურად ჩვენი ეროვნული ინტერესები. ანუ აქ არ არის რაღაც მარტო შიდა პოლიტიკური მაგრამ როგორც იქცეოდა ლეილო, ისე იქცეოდა გახარიას პარტია, ხო? რა სხვაობა, რატომ არ არის გახარიას პარტია ამ სიაში? იმიტომ რომ ხო არ არის ეს გარიგება, როცა ისინი პარლამენტში შემოვიდნენ და უცნებობ გადაწყვიტა, რომ ისინი არ შეეწერა, იმიტომ რომ ამ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იყო თვითმმართველობის არჩევნები და ლელომ მონაწილეობაც მიიღო და მის წევრები აპირებენ რომ შევიდნენ ამ საკრებულოებში. მარტივად გეტყვით, მთავარი არის რა თქმა უნდა პარლამენტი, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს თავისი არსით, სამართლებრივი არსით ეს არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება ეს არის პარლამენტი. ხო, ამიტომ პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, ხო, რომ ეთქვათ უარი მათ საპარლამენტო მანდატების სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო, როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა. ამ შემთხვევაში ეს პარტია
აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის შემადგენელი ნაწილი. რეალურად პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში, ასე ვთქვათ, მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი, ხო? თავარი საღრდენი მათ მიმართ ბრალდების იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ ქვეს უარი საბოტაჟზე, ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ ასე ვთქვათ პროცედურაში მონაწილეობისგან. რაც ეხება პატარა პარტიებს, რომლებიც იმის გამო, რომ თავიანთი გავლენით და ორგანიზაციული სტრუქტურით და არ არიან ისეთი ძლიერნი, როგორც სხვა სარჩელში მოყვანილი პარტიები, ისინი ვერ მოხვდნენ აი მოთხოვნაში, რომ აიგრძელოს მათი საქმიანობა. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება მათთვის, რომ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების სტილი, ქცევა. ეს არის ასევე გარკვეული პერსპექტივა ამ პარტიებისაც, შეიძლება ასე აღვქვათ, რომ თუ ისინი გაძლიერდებიან და კიდევ უფრო დესტრუქციული გახდებიან, მომავალში მათაც შეეხებათ მსგავსი სარჩელი, აი როგორ უნდა აღვქვათ. ჩვენ დავაყრდენით აქ პირველ რიგში სამართლებრივ პრაქტიკას. ხო, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკით. ჩვენ არ გვინდოდა ისეთ პარტიებთან მიმართებით შეგვეტანა სარჩელი, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა არ დამდგარიყო შესაბამისი შედეგი. არის მაგალითად იგივე გერმანიაში ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც მიყვება იგივე ლოგიკას. იყო მაგალითად შეტანილი სარჩელი ნაციონალურ დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებით, აკრძალვასთან დაკავშირებით და სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არ ქონდა ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი და ეს იყო თავისი არსით ძალიან მცირე ზეგავლენის არ მქონე პარტია. როცა არ აქვს პარტიას ზეგავლენა, არსებითი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ამ შემთხვევაში ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. ეს პრაქტიკა გავითვალისწინეთ, ხო, ჩვენ რეალურად ვინც გამოვრიცხეთ, ასეთი არის დაკავშირებული პარტიები არის არაერთი. ალბათ 10-15 ასეთი პარტია, ზოგი ფიქტიურია, ზოგი არის ერთკაციანი პარტია, ზოგი ორკაციანი პარტია და არჩენ მცირე პარტიები, რომლებიც ვერც კი უახლოვდებიან საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გავითვალისწინეთ საარჩევნო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებული, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თუ არსებით გავლენით არ სარგებლობს პოლიტიკურ პროცესზე პარტია, ამ შემთხვევაში ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესხობილებისთვის, როგორც უკვე გითხარით, ასეთ სარჩელებს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მაგალითად წარმოებაშიც კი არ იღებს. ორი ასეთი შემთხვევა იყო მცირე პარტიასთან დაკავშირებით და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღო სარჩელი წარმოებაში სასამართლო. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პარტიებს აქვთ საკუთარი გავლენა. შესაბამისად, თუ კი ეს პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ეს ნიშნავს თუ არა კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას, იმიტომ რომ მათი ამორჩეველი განსაკუთრებით ნაცმოძრაობის ამორჩეველი მიუხედავად იმისა, რომ თუ შევადარებთ 2012 წლიდან დღემდე ეს მცირდება, მაინც მათ ყავთ მყარი ელექტორატი. ეს ნიშნავს თუ არა პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას. რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც თვითონ რადიკალის ქმნიან ხელოვნურად რადიკალური პარტიები. უცხოური აგენტურა ქმნის ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში რადიკალის აღვევებს სიძულვილს, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ. როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხი, ნაკლები სიძულვილი გვექნება საზოგადოებაში, ნაკლებად შეფერხდება ქვეყნის განვითარება. კიდევ ერთხელ ეს პოლიტიკური პარტიები არიან ინსტრუმენტები სიძულვილისთვის, ინსტრუმენტები დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის და ეს ინსტრუმენტები უნდა ჩამოშორდეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემას. ხო, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ პირიქით შემცირდება რადიკალიზმის ხარისხი პოლიტიკაში. არითხოვთ მანდატების გაუქმებას, ამ შემთხვევაში ლელოდან საკრებულოებში მოპოվել მანდატებზე საუბარი და ასე არ არის აი პოლიტიკოსების ის ჩამონათვალი, რაზეც მანამდე იყო საუბარი, რომ კონკრეტული პერსონების პოლიტიკური საქმიანობა აიგრძელებოდა. რატომ არ შევიდა ეს ორი საკითხი სარჩელში? სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ჩვენთანაც კანონმდებლობით არის მოწესრიგებული მემკვიდრე პარტიების საკითხი. და ეს რეგულაციები ჩვენ გვაძლევს თავიდან ბოლომდე იმის შეასრულებას, რომ თუ ვინმე შეესწება გვერდი აუაროს რეგულაციებს და გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია ჩვენ რომ გავავრცელოთ მოგვიანებით ეგრეთ წოდებულ მემკვიდრე პარტიებს. აქედან გამომდინარე პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სახელების და გვარების ჩამოთვლა. რაც შეეხება ლელოს დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე პოლიტიკური პროცესი ამას არსებითი
გავლენა მაინც არ აქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით. კიდევ ერთხელ რაც ახლა მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს რომ ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გვაქვს კანონში რეგულაციები და დაჩქარებული წესით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გარე გამოხმაურებას და შეფასებებს. ნახეთ, საკმაოდ მწვავე შეფასება, მათ შორის ევროკავშირის პრესპიკერი ამბობს, რომ თუ ნამდვილად ასეთი ძლიერები ხართ საკუთარ ლეგიტიმაციასა და დემოკრატიულ ძალისხმევაში, არც ოპონენტების აკრძალვის სურვილი გაქვთ და არც დიალოგის მოკვლის. ეს არის ანიტა ჰიპერის კომენტარი. ბევრი სხვადასხვა ორგანიზაციის კომენტარი, კრიტიკული კომენტარი ვნახეთ ამაზე. რა არის ხელისუფლების პასუხი? იმიტომ რომ თუ კი ეს პროცესი, ანუ საბოლოოდ დასრულდება და დაკმაყოფილდება სრულად სარჩელი, ნუ დაახლოებით წარმოგვიდგენია რა შეფასებები იქნება. მე არ მახსენდება ასეთი კომენტარი უკრაინაში და მოლდოვაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ისინი სუსტები იყვნენ თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხო? რატომ მიიღება ზოგადად სხვადასხვა ქვეყანაში პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება, ხო? კი არ ეშინია ვიღაცას დემოკრატიული პროცესის რაღაც. როდესაც სამართლებრივად გინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩდება უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რომ მიიღოს ზომები არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს რო იყოს შიშის გამოხატულება, მაშინ კონსტიტუციებში არ იქნებოდა ასეთი მექანიზმი ჩადებული. ეს ხო მარტივად ჩანს რომ სპეკულაციაა. რატომ წერია მაშინ პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში რომ შეასრულებელია პარტიების აკრძალვა. შიშრები არიან თუ რატო ჩადეს ეს მექანიზმი? ხო ნახეთ რა მარტივი აფასიანი სპეკულაციებია. ხო კიდევ ერთხელ მოლდოვაში აიგრძალა, არავითარი სპეკულაციები არ მოყვა, არც არავითარი განცხადებები, უკრაინაში აიგრძალა, არც იქ, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ სპეკულირებას, რაც ნუ ძალიან დასანანია სამწუხარო, ეს აჩვენებს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ხო მარტივი სპეკულაცია, ეს რაღაც არითმეტიკული სიმარტივით მტკიცდება ის, რომ მარტივად ამ შემთხვევაში ისპეკულირა ევროკომისიის პრესპიკერმა, ხო? ეს რო იყო შიშის გამოხატულება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ევროპული ქვეყანა არის მშიშარა და ამიტომ უწერიათ პარტიის აკრძალვის მექანიზმი კონსტიტუციებში. აი ასეთ სამარცხვინო სპეკულაციებით არ შეიძლება გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ქვია ევროკომისიის პრესპიკერი. დამოკიდებულება არ არის სამართლიანი, მაგრამ ამას უკვე მიჩვეულია საქართველოს ხელისუფლება, როდესაც სპეკულაციები ხდება პრაქტიკულად ყველა თემაზე. მოყვება თუ არა რაიმე შემხვედრი ნაბიჯები, მაგალითად აი პასეს მომხსენებელთა განცხადებაში ისიც წერია, რომ ევროსაბჭოს პრინციპებთან და წევრობასთან არის შეუთავსებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ერთპარტიული დიქტატურის ტოლფასი იქნება. შეიძლება რომ ან ორგანიზაციებში პრობლემების შექმნის თვალსაზრისით ან რაღაც სხვა უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი გახდეს ეს არჩელი? მე არ ვიცი, ხა იმდენად ალოგიკურ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ არ ვიცი, ხა ყველაფერი შეიძლება იფიქროს კაცმა, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ ისინი პრაგმატულად შეხვედავენ ამ ყველაფერს და ასე პირდაპირ ფორმით მაინც არ მოინდომებენ ნაცმოძრაობის გამოსარჩელებას, ხო? ნუ აქამდე ყველა ხედავდა 2012 წლიდან მოყოლებული სხვათა შორის, ჯერ 2004 წლიდან მოყოლებული ეს მსგავსი ადამიანები მფარველობდნენ სისხლიან რეჟიმს, აი რაც ჩამოთვალე, ხო? ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხო გახსოვთ ეს ყველაფერი. სად იყო მაშინ კრიტიკა, სად იყო მაშინ ასეთი განცხადებები? ხო პირდაპირ მფარველობდნენ ამ სისხლიან რეჟიმს, იგივე ადამიანები, ხო? შეიძლება სახელები და გვარები სხვა იყო, მაგრამ ნუ საერთო სურათი არ იცვლება, ხო? და 2012 წლის შემდეგ გახსოვთ, რომ პირდაპირ უგრძალავდნენ ქართულ ოცნებას დამნაშავეების დასჯას. პირდაპირ გამოდიოდნენ უმაღლეს დონეზე. აი ბაროზო გამოდიოდა მაშინ უმაღლეს წარმომადგენელი ევროკავშირის და ამბობდა, რომ აი ეს არ შეიძლება დაიჭიროთ, ხო? არ შეიძლება დამნაშავეებს ხელი ახლოთ. ხო პირდაპირ ეს მფარველობა ხელის გულზე იდო. ნუ ყველა მიცის, რომ ნაცმოძრაობას მფარველობდნენ ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის როსე ამერიკულ ბიუროკრატიაში. ამას ხალხი მიჩვეულია, მაგრამ ასეთი პირდაპირი სახის ჩვენება, თვითილუსტრაცია, ნაცმოძრაობაზე გადაფარება, ეს მე მგონი მაინც არ უნდა მოვიდეთ ამ ძალებს ევროპულ ბიუროკრატიას გულისხმობ. ნუ ნახოთ დანარჩენი როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი დემოკრატიული სისტემის წინაშე, რომ არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაშოროთ ამ სისტემას იმისათვის, რომ დაისვენოს საქართველო. ეს არის თავარი ამოცანა, რომ დავასვენოთ ეს ქვეყანა მუდმივი რადიკალიზმისგან, სიძულვილისგან, შუღლის გაღვივებისგან
დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისგან ხوار შეიძლება მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვროთ. კიდევ ერთხელ, ეს ადამიანები აცხადებენ 5 წელია უწყვეტ რეჟიმში, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური. დაადგინოს ვიღაცამ, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური, ან ჩვენ ფაქტებით ვამტკიცებთ, რომ ამ ორი მხარიდან რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციური უნდა იყოს, რასაც ერთი მხარე აღიარებს, ჩვენ ვამტკიცებთ ფაქტებით, რომ ამ ორი მხარიდან, რასაც ქვია მმართველი პარტია და რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია, არაკონსტიტუციური არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. სარჩელის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დასაბუთების არის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და იცით, აი ყოველთვის როდესაც მმართველი გუნდი თავის პოზიციას აყალიბებს ამ თემაზე, თქვენს ოპონენტებს ემართებათ ისტერიკა, რომ ეს არის ოკუპანტის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები და ამით დაუშვათ მოწინააღმდეგე მხარეს რაღაცა ბენეფიტებს იღებს და უშუალოდ კრემლი იმით, რასაც ლაპარაკობს დღეს ქართული ოცნება, ხო? რატომ მოხდა ეს ნაწილი, ეს თემა ამ სარჩელში? იყო თუ არა საკმარისი დაუშვათ მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და მხოლოდ ის სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იქნებოდა თუ არა ეს საკმარისი მხოლოდ ამ სარჩელისთვის და აი რატომ დაემატა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტიც, რომელიც სენსიტიური თემაა. ეს არის ის ღალატი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაუშველი დარჩეს და მომავალმა თაობებმაც კი არა თუ დღეს საზოგადოებამ მომავალმა თაობებმაც კი უნდა გაიხსენონ ის უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით. აქ არის ფაქტები მოყვანილი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ მიყავდათ 2004 წლიდან უკვე თანმიმდევრულად, შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად 2006 წლიდან პროცესები აგვისტოს ომამდე. ყველაფერი არის დეტალურად გახსენებული ამ სარჩელში და მე მინდა შეგახსენოთ, თუ რა მოუტანა კრემლს სარგებელი, როგორ გააფართოვა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ტერიტორიაზე, როგორ გააფართოვა თავისი ტერიტორიული გავლენა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ რუსეთმა აი ამ წინა ხელისუფლების მონაწილეობით. აი როგორ დაიწყო ყველაფერი, ხო 2004 წლიდან გვახსოვს ეს აგრესიული რიტორიკა, ჩვენს გთხოვდნენ იგივეს, ხო? ცოტა ხნის წინ გვახსოვს ეს ყველაფერი, აგრესიული რიტორიკა, ფაქტებია აქ მოყვანილი. სარჩელში მასთან დაკავშირებით როგორ გააჩერეს მაღალი რანგის წარმომადგენლები, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა, თუმცა ეს არაფერია მასთან შედარებით, რომ 2004 წელს მათ ჰქონდათ პირველი მცდელობა შეჭრილიყვნენ სამხედრო ძალით ცხინვალის რეგიონში, ხო? მე რაღაცნაირად მოხერხდა ამის ჩაწყნარება. შემდეგ რა ხდება? 2006 წლიდან იწყება საინტერესო პროცესები. 2006 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაგეგმილი, ასე ვთქვათ, პროცესების საფუძველზე ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. ბევრ შეიძლება არც ახსოვს ახლა. 2006 წელს მაშინ კოკოიტი იყო თვარსები ეს დე-ფაქტო პრეზიდენტი. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, უბრალოდ სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები, სადაც აირჩა არაკონსტიტუციურად პრეზიდენტი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დაორგანიზა სამხრეთ ოსეთის, პირდაპირ ასე ერქვა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარა. ხა ეს არ არის ღალატი. ჯერ სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, ნოლქი გაუქმებული იყო. ეს სახელწოდება საერთოდ არ არსებობდა, არ აღიარებდა ჩვენი სახელმწიფო და მით უმეტეს იქ პრეზიდენტზე საუბარი როგორ შეიძლება ყოფილიყო. და ეს იყო არა მარტო ეს არ იყო ავანტიურა. ეს იყო ჩვეულებრივი უხეში ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც თავისივე ორგანიზებული არჩევნების საფუძველზე აირჩია სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი. ალტერნატიული სეპარატისტი ეს არ არის ღალატი. რა თქმა უნდა ღალატია, რომელიც არის დეტალებში გახსენებული ამ სარჩელში. ამას მოყვა მომდევნო წელს 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, არა მარტო პრეზიდენტი, მე მთავრობა შეიქმნა, მინისტრები ეწოდებოდათ ამ ასე ვთქვათ სტრუქტურის ხელმძღვანელებს და შემდეგ ნუ წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა. 2007 წელს უკვე სამართლებრივად ჯერ კანონი იქნა მიღებული და მე პრეზიდენტის ძალებულება შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დროებითი ოლქის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და აღდგა საზღვრები სამართლებრივად ოფიციალურად აღადგინეს სამხრეთ ოსეთის საზღვრები, რომლებიც იყო გაუქმებული 1990 წლიდან
გამსახურდია სროინდელი ხელისუფლების დროს. ანუ ერთი რომ ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარეს, პრეზიდენტი აირჩიეს, მინისტრები, წარმოდგენი რაღაც მოხდა. ეს ხო ნიშნავდა ამ სეპარატისტული არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას. ხო ნიშნავდა, ხო როგორ შეიძლება ეს ღალატი არ იყოს. ეს ხო არ შეიძლება რომ სისულელად მონათლოთ ან რაღაცა გაუთრელ ნაბიჯად, ხო? ეს ხო იყო პირდაპირ უხეში ღალატი. როგორ შეიძლებოდა ამის ასე ვთქვათ საშიშროება ვერ გაეთვალა ადამიანს, ხო? როგორ შეიძლება ჩაატარო ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ვერ გათვალო თუ რა პროცესები შეიძლება მოყვეს ამას გაგრძელებად, ხო? მერე შექმნეს აღადგინეს ეს საზღვრები და სხვათა შორის მერე როცა იყო მოლაპარაკებები, ახალგორის მუნიციპალიტეტი არავის აღქმაში არ ითვლებოდა ასე ვთქვათ ამ კონფლიქტის ზონის ნაწილად. იყო ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვეულებრივად ჩადარდა მანამდე 2006 წელს მუნიციპალური არჩევნები. ამ საზღვრებში მოაქციეს ახალგორის მუნიციპალიტეტი და გაუადვილეს შემდეგ რუსეთს და იქ დე-ფაქტო ხელისუფლებას პრეტენზიის გამოცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტზე, რამაც დააზარალა ათასობით ცხოვრები ადამიანი და უმეტესობა დევნილობაში აღმოჩნდა იქიდან, პირდაპირ ღალატის ქრონიკა, ზემო აფხაზეთი უწოდეს კოდორის ხეობას და პირდაპირ გამოაცხადებინეს პრეტენზია ამის საფუძვლად მე გაგრძელებას კიდე ცალკე აღარ მოყვები, ხო, როგორ შეიყვანეს იქ შინაგანი ჯარი და ასე შემდეგ და რა რეაქცია მოყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მაშინ მათ ამ ნაბიჯებს, ხო, დაგმეს პირდაპირ ეს ნაბიჯები, რომელიც არ იყო კიდევ ერთხელ გამიმეორებ ამანტიურა სისულელი და ეს შემდეგ ეს ხო ღალატის ქრონიკა. სეპარატისტული ალტერნატიული არჩევნები, სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ზემო აფხაზეთის დარქმევა კოდორის ხეობისთვის და კულმინაცია იყო მხოლოდ. ანუ რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არ იყო ერთჯერადი ღალატი. ეს იყო ღალატის ქრონიკის კულმინაცია. და დანარჩენი ხო ყველა ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, პირდაპირ არის სიტყვასიტყვით ჩაწერილი იქ, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო სწორედ ცხინვალზე შტორმის მიტანით, მე კიდე ათას სხვა რაღაც წერია, პრაქტიკულად დააბრალეს ქართულ სამხედროებს, ქართულ ჯარს დანაშაულის ჩადენა და ჩვენი ძალის სხმების შედეგად მოხერხდა ამ ბრალდების უარყოფა მოგვიანებით უკვე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე ჰაგის სასამართლოში ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამ ყველაფერს და ტალიანის დასკვნაში რაც წერია და რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ მას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობა, ანუ მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა რას? რომ თვითონ დაიწყეს ომი და რუსეთის ინტერვენცია აქ არის უკვე მოხსენიებული როგორც საპასუხო იერიში. პირდაპირ ეს სიტყვები წერია. რუსეთმა განახორციელა საპასუხო იერიში, ამას მოაწერეს, ხა თქვენ წარმოგიდგენთ ერთი წამით, რომ აი უკრაინის ხელისუფლება დაუშვათ, რომ დადო რაღაც სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, დასრულდა ომი და ხელი რომ მოაწეროს მაგალითად ზელენსკი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ეს ომი გადაიზარდა უკრაინის მიერ რუსეთზე იერიშის მიტანით. ხო წარმოუდგენელი ღალატი იქნება. არგუმენტები აბსოლუტურად გასაგებია, რასაც ამ თუმცა შეფასებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ხოლმე, ერთიანდება ერთ სლოგანში დემოკრატიული უკუსვლა. ახლაც ამ ტერმინს დაემატა სიტყვა სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა არის, მას შემდეგ რაც ზუსტად ამ აკრძალვებზე დაიწყო საუბარი. რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, იმიტომ რომ ახლოვდება ნოემბერი, ნოემბრის თვეში ჩვენ ვიცით, რომ კანდიდატი ქვეყნების შეფასებები უნდა იყოს წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მიმართებაში არის განსაკუთრებული მოლოდინი, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოში პასუხის გაუგზავნეთ განხორციელებულ რეფორმებზე, საბოლოო ჯამში რა ნიშნულზე დადგება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა ყველა იმ პროცესიდან გამომდინარე, რაც ამ წელს ქვეყანაში მოხდა. პირველ რიგში, რაც შეეხება შეფასებებს, ეს არის ჯორჯ ორველის სტანდარტი. ომი არის მშვიდობა, კარგი არის ოცი და ამ შემდეგ ხო შავი არის თეთრი. აი ეს არის სტანდარტი, რომელიც იკითხება ამ განცხადებებიდან. დემოკრატიული წინსვლა არის დემოკრატიული უკუსვლა, ხო ეს არის მათი სტანდარტი. სინამდვილეში ერთადერთი რასაც ემსახურება ეს სარჩელი, ეს არის სწორედ დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, შესაბამისად მისი წინსვლა, მისი გაკეთილშობილება, ხო ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, გვაქვს პოლარიზმი, თვითონ ხო გითხოვდნენ. პირველ პუნქტად გახსოვთ 12 პუნქტიანი გეგმა. პირველ პუნქტად ხო ითხოვდნენ დეპოლარიზაციას.
და რატო უჭერენ ხარს სიძულვილს, რატო უჭერენ ხარს რადიკალიზმს, რატო უჭერენ ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას, რატო უჭერენ ამ ყველაფერს ხარს, რატო დაუჭერეს ხარი 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის აქციას, ხო? რატო ხდება ეს ყველაფერი? სად არის აქ სტანდარტები, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტი და ეს არის თვითილუსტრაცია რეალური განზრახვას. ამიტომ ჩვენ კომპრომისს ვერ დაუშვებთ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხო? უკომპრომისოდ უნდა დავიცვათ მტკიცედ, ასე მოქმედებ ჩვენ ამდენი წელია, რა თქმა უნდა ამის გამო ჩვენ შეგვექნა სირთულეები, მაგრამ ამ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. იმიტომ როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაულიან შენს ეროვნულ ინტერესებს. იმიტომ აქ კომპრომისი არ იქნება დაშვებული. მით უმეტეს, რომ აი ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა ძალამ და გადაფარებულია ვიღაცა ხან პოლიტიკურ ძალაზე. როგორ შეიძლება ამ ასეთი ტიპის მფარველობას ჩვენ ანგარიში გაუწიოთ, ხო? მაშინ გამოდის, რომ ჩვენც უნდა შევეგუოთ, რომ ვიღაცა ხვალ მიგვიყვანს ისევ კიდევ ერთხელ ასეთ მოვლენებამდე, რაც იყო 2008 წლის ომი და ამაზეც არის საუბარი. განსაკუთრებით 2012 წლიდან უკვე იგივე პოლიტიკას აგრძელებდნენ, მოგვიწოდებდნენ ჩვენ აგრესიული რიტორიკისკენ და ამ შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით რა ხდებოდა 2022 წლიდან. ესაც გავიხსენოთ, რაც თვითონ გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის და ოკუპაციისთვის, იგივე ითხოვდნენ ჩვენგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში, ხო? პირდაპირ მხარი დაუჭირეს ზოგმა პირდაპირ ზოგმა ირიბად თელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, მხარი დაუჭირა სანქციების დაწესების მოთხოვნას საქართველოსთან რუსეთის მიმართ, რაც პირდაპირ ჩამოაქცევდა ჩვენს ქვეყანას და ესკალაციას გაამწვავებდა უკიდურესად ბუნებრივია. ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას, ხო? თქვენ გახსოვთ, მაშინ გამოვიდნენ, ამან ძალიან დაგვეხმარა, მაშინ გამოვიდა ჯერ ბაიდენი, შემდეგ გამოვიდა ბორის ჯონსონი და მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რადგან ეს ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. და მოხალისეებზე რეკომენდაციაც კი თუ ნიშნავდა ნატოს ჩართვას ამერიკის და ბრიტანეთის შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტში, როგორ არ ნიშნავდა კიდევ უფრო მეტი, ხო? ჩვენი ოფიციალური ნებართვით მოხალისეების, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, როგორ არ ნიშნავდა საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ამას ითხოვდნენ პირდაპირ. მერე გახსოვთ, ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოსთან ზუსტად ამ ორი საბაბით, ხო? სანქციების არ დაწესება, მოლდოვამაც არ დააწესა, მაგრამ იქ არაფერი და მეორე რატომ არ გამოგვიგზავნეს მებრძოლი მოხალისეები, თვითმფრინავები, მოლდოვასაც არ გაუგეთებია, სხვათა შორის ეგ. ჩვენთან ითხოვდნენ, მინიმუმ ხო არავის არ გაუკრიტიკებია. მაშინდელი ეს გადაწყვეტილება ეს ნიშნავდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ღია მხარდაჭერას ამ ყველაფრის მიმართ, ხო? ითხოვდნენ ჩვენგან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები უშროების საბჭოს დივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. არც ერთი არ გაემიჯდა. მე ჩავატარე საგანგებოდ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ვკითხე ოპოზიციას, რა შეგვეძლოთ ჩვენ გაგვეკეთებინა უკრაინისთვის, ან ომთან მიმართებით ზოგადად, რასაც არ ვაკეთებდით. მე მარტივ კითხვაზე ვთხოვეთ პასუხის გაცემა. არავით არის პასუხი. ერთადერთი მახსოვს ელისაშვილმა და ვიღაცამ თქვა, რომ იარაღი გაუგზავნეთ, ანუ მოითხოვეს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, სხვამა პასუხი არ გაგვცეს. ანუ არ ქონდათ არავითარი არგუმენტი, არავითარი ფაქტი არ ქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ რამე დავაკელით უკრაინას. და არათუ დავაკელით, თქვენ გახსოვთ, ამდენი დევნილი ყავს მიღებული დღემდე 25,000 უკრაინელია, ბავშვებს უფასოდ საკუთარ მშობლიურ ენაზე ვასწავლით, ყველანაირი სოციალური დახმარება ვაგზავნიდით, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც გაიგზავნა საქართველოსთან უკრაინაში და დღემდე ვცდილობთ მაქსიმალურად დახმარებას. ყველა კუთხით გვაქვს სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კითხვა დაუსვით. აი რა შეიძლებოდა გავაკეთებინა, რაც არ გავაკეთეთ. პასუხი არ იყო არავითარი, მაინც ეს რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, ვართ რაღაც რუსეთის ხარ 1000 სისულელე სიგიჟე, ხო? ასეთ რაღაცებით რო გამოდიან ეს პოლიტიკური პარტიები, ვიღაცამ ხო უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. როცა თან აზიანებენ ამით ჩვენს, ისინი ხო ამწიფებენ რაღაც საფუძველს, რომ იგივე ტყუილი მერე ვიღაცამ ქვეყნის გარედან გაიმეოროს, რაც ფაქტია, რაც ხდება, ხო? როგორ შეიძლება ასეთი მავნებლები
ვიღაცამ არ შეაფასო ამაზე მეტი არაკონსტიტუციური რა არის. როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შენ აბრალებ იმას, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახი დავალებით, რომლის მიერაც არის ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, ხამაზე მეტი მავნებლობა და არაკონსტიტუციურობა რა არის? ეს ხო ვიღაცამ უნდა შეაფასოს. ან მაშინ დაამტკიცონ, რომ ჩვენ სხვა რამეს ვაკეთებთ. შემფასებელი უნდა იყოს და ამიტომ მიმართავთ სარჩელი ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს. და ბოლოს რაც არის ერთ-ერთი საყრდენი ამ სარჩელის, მუდმივი მცდელობა, რომ გარედან დაისაჯოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაისაჯოს ქართული ხალხი, დაისაჯოს ჩვენი სახელმწიფო და მუდმივი მცდელობა, ხო ჯერ საბუთაში გაინდადის სტატუსის. პირდაპირ აცხადებდნენ ივნისამდე 2022 წლის ივნისამდე რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. წინასწარ იყვნენ მომზადებული რევოლუციის მცდელობისთვის, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ივნისში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭებოდა. მე წელიწად ნახევარი გააგრძელეს საუბარი იმაზე რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. სამუშაო ჯგუფები რო შეიქმნა 2022 წლის ივნისიდან კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბოიკოტი გამოუცხადეს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არავითარი საფუძველი არ ქონდათ და მთელი ეს აგიტაცია მერე იგივე ხდებოდა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ამაზე მეტი არაკონსტიტუციური, ამაზე მეტი ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული თვითმფრინავების წინააღმდეგ მიმართული ამაზე მეტი ქმედებები რა შეიძლება იყოს. იგივე შეჩერების ამ გადახედვის საკითხი ასევე არის ჩამონათვალში თქვენი აზრით. რა თქმა უნდა, იგივე ეხება ვიზა ლიბერალიზაციასაც. ხო, ანუ ცდილობენ რომ ქართული ხალხი დაისაჯოს, ხელისუფლება დაისაჯოს, სახელმწიფო დაისაჯოს, ხა ამაზე მეტი მავნებლობა რა არის? ამაზე მეტი მცდელობა რომ შენ დააზიანო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, შენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ეს ხო ღია თავდასხმაა სახელმწიფო ინტერესებზე. ამას სჭირდება რა თქმა უნდა შეფასება და შემფასებელი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. როდესაც ეს ადამიანები არიან ხელისუფლების ალტერნატივა, თუ კი ეს პარტიები აიკრძალა, მაშინ ვინ გაჩნდება ალტერნატივად? აი რომელი პარტიები შემოვლენ, ვინ შეიძლება ეს ველი დაიკავოს? მე მგონია რომ თავისთავად წავა ჯანსაღი პროცესი. დღეს არის ჩაგედილი წრე. დღეს არის გარედან დაალაგებულია ჩაგედილი წრეც, გახსოვთ თქვენ იძულებითი კოაბიტაცია, როცა არსებობდა კოალიცია, ძალიან რთული პერიოდი იყო 2012-16 წლები, ამის შემდეგაც უამრავი სირთულე იყო და ასეთ პირობებში თავს მოგვახვიეს ჩვენ რეალურად ქვეყნის გარედან არ დასაჯოთ დამნაშავეები და შემდეგ ამ ყველაფრით თავს მოგვახვიეს ჩაგედილი სისტემა, ჩაგედილი წრე, ორი პოლუსი, აქეთ არის მართული ძალა, ქართული ოცნება და მეორე მხარეს არის გარედან მართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. ხო, როგორც კი ეს ჩაგედილი წრე გაირღვევა, მაშინ საზოგადოება თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ხო, ქართული საზოგადოება საკმაოდ გამოცდილია და ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა 75 წლის განმავლობაში. მე არ ვიცი მეორე ასეთი საზოგადოება, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლიანი სტაჟი და ამხელა გამოცდილება აქვს შეძენილი. ასეთ პირობებში, როგორც კი გაირღვევა შაგედილი წრე, მე დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება თვითონ შექმნის ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და ასე უნდა შედგეს, ხო? თუ ისე ვიღაცამ გარედანცა და ახალი რადიკალური ძალების და ანტისახელმწიფოებრივი ძალების შექმნა და ეს თუ მიიღო საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, დარჩება ისევ ჩაგედილი წრე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება საკმარის სიბრძნეს გამოავლენს იმისათვის, რომ შექმნას სწორედ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები საკუთარი წიაღიდან და არა ისეთები, რომელთა არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც ვითხოვთ ჩვენ სარჩელით. სანამ დავასრულებთ საუბარს, შეიძლება არ შევეხოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, პერსპექტივას, მით უმეტეს ამ ძალიან მაღალი დონის და წარმომადგენლობითი ფორუმის შემდეგ, როდესაც თბილისმა აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლა და იქ იყო პირდაპირ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არის რაღაცა განსაკუთრებული შესაძლებლობების ქვეყანა და ეს გამოიკვეთა ბოლო პერიოდში. თქვენ როგორ ხედავთ, რა ხედვა გაქვთ ამ ეკონომიკური განვითარების ჩვენ ცნავარია რომ არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, ჩვენ საშუალო ზრდა გვაქვს ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა, ამ 4 წლის განმავლობაში წელსაც მაღალი ტემპს ვინარჩუნებთ 7.9%. ჩვენთვის თავარია რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, ეს არის თავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავზრიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გამიმყაროთ და ამ შემდეგ, ხო, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალშიც ბუნებრივია. ეკონომიკის განვითარებას ეს ფორუმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, ძალიან წარმომადგენლობითი იყო თვითონ
ფორუმი, ძალიან მაღალი რანგის სტუმრები ყავდა, საინტერესო სტუმრები ყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს MR-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის უკვე ოფიციალურად დაანონსება, პროცესის დაწყება უпроსორად და ახლო მომავალში დაიწყება უკვე მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება და რა თქმა უნდა ეს ინვესტიციას დამატებით წაახალისებს ეკონომიკის სწორდასამეფო პერსპექტივები აქვს ძალიან კარგი, ასევე ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. გუნდი არის ძალიან ძლიერი, მთლიანად ეკონომიკური გუნდი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით. მადლობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.